მოგესალმებით. თქვენ უყურებთ შინაურულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს მოვამზადოთ უგემრიელესი და უფაფუკესი ფუნთუშები. აუცილებლად მოვამზადეთ, გპირდებით ძალიან მოგეწონებათ. შინაურულის არხზე არის სპეციალური ალბომი ფუნთუშები, რომელშიც არაერთი უგემრიელესი და უმარტივესი ფუნთუშის რეცეპტია. ასევე შეგიძლიათ ნახოთ სამარხო ფუნთუშების რეცეპტებიც. ამიტომაც გამოიწერეთ შინაურული, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი მარტივი რეცეპტი. მას ასე 250 მლ თბილ რძეში გავხსნათ 1 ჩაის კოვზის საფუარი. დავამატოთ 1/2 ჩაის კოვზი მარილი და 100 გრამი შაქარი. ასევე თბილ რძეში ჩავამატოთ 30 გრამი კარაქი და ავურიოთ. აქვე დავამატოთ 500 გრამი ფქვილი და 1 ვანილი. შემდეგ დავამატოთ 1 ცალი კვერცხი და მოვზილოთ ფუნთუშების ცომი. მოზელილი ცომი გადავიტანოთ ქვილ მოყრილ მაგიდაზე. გადატანილ ცომს მოვასხათ 2 სუფრის კოვზის ზეთი და კარგად დავამუშავოთ. ცომი უნდა დავამუშავოთ ისე, რომ ის ხელზე არ გვეკრობოდეს. მოზელილი და დამუშავებული ცომი გადავიტანოთ ჭურჭელში და დავდგათ თბილ ადგილას, რომ კარგად ამოფულდეს. შეიძლება ცომი ერთხელ ამოაფუოთ, ჩაზილოთ და შედგათ მაცივარში. ამოფუებული ცომი გადავიტანოთ მაგიდაზე და კვლავ კარგად დავამუშავოთ, დავყოთ გუნდებად და დავიწყოთ ფუნთუშების ფორმირება. ცომის გუნდა თხლად გავაბრტყელოთ, წავუსვათ ზეთი ან გამდნარი კარაქი მთელ ზედაპირზე. მოვაყაროთ შაქარი და დავახვიოთ რულეტად. აი ასეთ სტილში. გადახვეული რულეტი გავაბრტყელოთ საბრტყელებლით და კვლავ დავახვიოთ. ეს იმისთვისაა, რომ ფუნთუშის შიგნითა ნაწილი იყოს ფენოვანი და, რა თქმა უნდა, ძალიან გემრიელი. ამგვარად მოვამზადოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის ფუნთუშები. ცომის მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ თხლად, გავყოთ 4-ად, შემდეგ კი ეს 4-ვე ნაწილი დავყოთ 3 ტოლ ნაწილს სამკუთხედებად. თითოეულ სამკუთხედზე დავდოთ ჯემი ან ნუთელა, თქვენი სურვილისამებრ. გადავკეცოთ, კარგად დავტკიპნოთ, რომ ჯემი არ გამოვიდეს ცომიდან. და გადავახვიოთ სამკუთხედის წვეროსკენ. ასე მოვამზადოთ სხვა ხვეულა ფუნთუშებიც. უმზადებული ფუნთუშები დავაყრდნოთ 30-40 წუთი. შემდეგ კი წავუსვათ 1 კვერცხის გულისა და 1 სუფრის კოვზი რძის ნაზავი და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ფუნთუშები აი ესე დაიბრაცა, უგემრიელესი და უსურნელოვანესი ფუნთუშებია. გემრიელი შოლოს ჯემით, რომლის რეცეპტიც ასევე შინაურულის არხზეა. ეს კი შაქრიანი ხვეულებია. ნახეთ, შიგნით როგორი ფენოვანია ცომი და თან ძალიან გემრიელი. უფაფუკესი და უგემრიელესი ორნაირი ფუნთუშა მზად არის, მოამზადეთ და დააგემოვნეთ.
დღეს სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამორჩეთ არც ერთი მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.